ქალბატონები და ბატონები ეს გახლდათ ჩემი მეგრული კილოს პაროდია რომლითაც ვცდილობ რომ მეგრელი მაყურებელი მოვიზიდო რადგან ბევრნი არიან და ერთმანეთის გატანა იციან ასე რომ გამოიწერენ ჩემ არხს და ამიყვანენ 20,000-ზე აი ეს გათვლა მქონდა მაგ პირველ სამ სიტყვაში მოკლედ დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა რომელსაც ვისაუბრებ ჩვენ კაცებზე და ქალებზე ქალებს და კაცებზე კაცებს და ქალებს შორის ხიდ ჩატეხილობაზე ანუ ილია ჭავჭავაძეზე არა ილია ჭავჭავაძე წმინდანია და ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა რომ ჩვენ წმინდანებზე არ ვღადაობთ ასე რომ ჩვენ ვიღადავებთ აკაკი წერეთელზე აკაკი წერეთელი შედის სახინკლეში და ეუბნება დღეს ვსაუბრობთ TikTok-ზე და დავიწყოთ ანდელი ქალები 99% საცემია. იმიტომ ვიწყებთ ეგრევე სრული სიმართლით. დიდი მადლობა ამ ქალბატონს. ჩემი აზრით, 99% გადამეტებულია, მეგობრებო, ახლა მთლად 99% ქალების არაა საცემი, მაგრამ საცემია 98 ვინც იფიქრეთ. აი, მაგიტო ვარ მე იუმორისტი და თქვენ არა 97 გაიგეთ არის ასე გადაგვარებული არის ყველაფერი გადაგვარებაში გულისხმობ თითქმის ყველაფერს ცხოვრებისეულს ძალიან აიშვა ჩვენმა ქალებმა ჩაცმულობითაც სიტყვა პასუხითაც რა თქმა უნდა ან ქალს ეუბნები რომ შედელო წარი კუხნაში საჭმელი გამიკეთე და ქალი გეუბნება რომ მეო სამსახურში მივდივარ რომ სახლში ფული შემოვიტანო და ბავშვს ვაჭამო. უკაცრავად ამ ჩემი სლოტები არაფერს ნიშნავს. მე აქ სლოტებს რისთვის ვურტყამ? ჰა? მე აქ ყოველ დღე რისთვის შევდივარ აჭარა ბეთზე და სლოტებს რისთვის ვურტყამ. და შენ მეუბნები რომ მე ვაჭმეო ბავშვს. ან კაცებიც უნდა დაფასდნენ რა მეგობრებო, ანუ თქვენ არ წარმოგიდგენიათ რამხელა სტრესია, როცა ყოველ დღე იღვიძებ და სამ თეთრიანებს ურტყამ crazy monkey-ზე. ან დასვამს იმ ბანანებს, ან არ დასვამს. ჩვენ აქ ვმუშაობთ უკაცრავად. და თქვენ კიდე რა მიდიხართ სამსახურში, მოდიხართ. ამას რა უნდა, არაფერი. მინდა გადავიდე ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელიც გამომწერმა ჩამიგდო და ამითი გავაგრძელო. ხარ. არა მე სექსისტი ვარ. ქალებს გეზღება. არა კაცები. ეხლა თუ ქალებს ვერ მიტან. დავაპაუზოთ. ფემინისტი ხარ, არა სექსისტი ვარ, კაცები მეზიზღება. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე ვზივარ ესე პოდკასტზე და ვსაუბრობ, რომ ქალები მეზიზღებიან. ჯერ უკვე რა ატყდებოდა, ხო, ქალებისგან, რომელმაც, უკეთესად იციან დარეპორტება და აკაუნთის წაშლა და ამ შემდეგ. ანუ კაცები მაგ ყველაფერს არ ვაკეთებთ, თორე ეს გოგო ვაფშე წასაშლელია, რა თქმა უნდა, ინტერნეტიდან, მაგრამ კაცები მაგას არ ვაკეთებთ. მაგრამ თუ კაცი იტყვის, რომ ქალები მეზიზღებიან, სრული სერიოზულად. ანუ ეს გოგო კი იცინის, მაგრამ გავაგრძელებ ვიდეოს და მიხვდებით, რომ სასაცილო არაფერია. ტიპს მართლა ეზიზღება კაცები. არა კაცები ძალიან ძიმ მესაკითხე არა ხო მე სულ მაგას ვამბობ რომ ეკითხებიან ფემინისტი ხარ თუ არა იმიტომ რომ საერთოდ არ ვფიქრობ რომ ერთნაირად უნდა გქონდეს უფლებები მე ვფიქრობ რომ ქალებს მეტი უფლება უნდა გქონდეთ ამ ცხოვრებაში ქალებს მეტი უფლება უნდა გქონდეთ ანუ რაში აი ძალიან სამწუხაროა რომ ეხლა ჩვენი გამომკითხველი პატარა გეი ბიჭია და ვერ ეკითხება ვერაფერს სერიოზულად და ყველაფერზე ეთანხმება რომ კაი კაი როგორ თქვი გოგო როგორ თქვი ვაიმე ჰაუ რა გიჟი ქალი ხარ ხო ანუ ეს ბიჭიც ესეთია ვაიმე რა გიჟი ქალი ხარ ეგეთი ბიჭია ასე რომ ვერაფერს ეკითხება პირდაპირ და ეს გოგო უბერავს რასაც უნდა რომ კაცები მეზიზღებიან კაცებს უფრო ნაკლები უფლება უნდა ქონდეთ რაში ან კონკრეტულად შეგიძლია დაგვისახელო აი რაში გავიწროვებთ კაცები რაში გაქვთ ნაკლები უფლება მაგალითად ქალებს
რაში არ ვართ თანასწორები, მაგრამ ეს გოგო მაგაზე საერთოდ არ საუბრობს, თანასწორობაზე არ საუბრობს. ეს გოგო საუბრობს, რომ ქალებს უბრალოდ მეტი უფლება უნდა გქონდესო. თქვენ დაიმსახურეთ ნამდვილად და არც თქვენ გაგიშვებთ ხელცერილს ეს ნატახტარის ლიმონადი. ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებით მაშინ როცა PM-ს. ნახე, აი რა კაი ხუმრობა გაჩნდა, ხო, ამ ბიჭმა, ანუ მაინც რაღაც კაცობა არის შემორჩენილი ამ ბიჭში, ნუ იუმორის სახით, რაღაც აი ამ ხელა იუმორი დარჩენილი აქვს და კაიო, არც თქვენ გაგიშვებთ ხელცარიელსო და ეს ნატახტარის ლიმონადი თქვენ, ნუ ეს შორენა ბეგაშვილის მიმი როა ეგ გაუჩნდა, მაგრამ აი ორივე გოგო როგორი სერიოზული სახით ზის და აი არც გაიცინეს იმენა, აი ეს ტიპიც ეზიზღებათ. მიუხედავად იმისა, რომ აი ამ სამივე ადამიანს ერთი კატეგორიის ადამიანები მოსწონთ, კაცები, მაინც არ გაიცინა ამ გოგომ, ამ ორმა გოგომ აი ამ ხუმრობაზე. ანუ ამ ბიჭს რაღაცა კაცური შემორჩენია რა, იუმორი და აი მაინც არ გაიცინეს. იმდენად ეზიზღებათ კაცები, რომ აი ესეც ეზიზღებათ. აი მართლა მიუღებლობა მაქვს იმის, რომ კაცები არ გადიან იმ ყველაფერს, რასაც ქალები გავდივართ, ჰორმონალურადაც და ცხოვრებისეულადაც და კარიერულადაც და ოჯახურად და ყველანაირად აი ფემინისტი ხარ? კაი, ოჯახურად კაცები რას არ გადიან უკაცრავად, ანუ რომელიმე ისეთი ბედნიერი ოჯახი იცით, სადაც აი ქალი აკეთებს ყველაფერს, კაცი არაფერს აკეთებს, უსაქმურად ზის და ბედნიერი ოჯახია. ანუ კაცებს რო დედა გვენა იმ სტრესით, რომ აბა როგორ ვარჩინო ოჯახი, ზოგი რო სადღაც მუშად მუშაობს, ზოგი რო სტროიკაზე მუშაობს, საქართველოს ახალგაზრდობის, რა ვიცი მე 90% რო გლოვს და ვოლტაზე მუშაობს, რო ოჯახი არჩინონ, ეგ ყველაფერი პოვი აბსოლუტურად, ანუ ჩვენ საყვარელ თაკოს, აი რომელიც, ნუ, საშუალო სტატისტიკურ გოგოზე უფრო ლამაზია, რომელსაც ალბათ ერთი დღეში, რა ვიცი მე, ერთი 10 კაცი მაინც წერს გაცნობაზე და მოდი iPhone-ს გიყიდი და მოდი იმას Gelenwagen-ს გიყიდი და ასე შემდეგ. ანუ ეს მაინც სტრესშია რა, ეს მაინც აი იბრძვის მაინც რა, არ უნდა ეგ ყველაფერი. ის რატო არ უნდა, იმიტომ რომ აქვს ყველაფერი და აი უბრალოდ ტვინის ტვნა უნდა რა. ესე იყო უბრალოდ ტვინის უნდა და გამოდიოდა იმ აქციებზე, რაღაცეებს იძახდა, რომ არა რუსულ კანონს, მე მობეზრდა ორ კვირაში, ყველა ეს დაიკიდა აბსოლუტურად. თქვენი პატიმრებიც მოვანო, თქვენი დედას ვეციო, ვინც დაგიჭირესო. ანუ ვინც დაიჭირეს, მას შემდეგ რამე პოსტი გინახავთ ამ გოგოსგან, არაფერი ხო აბსოლუტურად, მაგრამ მანამდე თუ შენ წახვალ არჩევნებზე, მე ხვალ იუბილეინოის პეჩენიას შევჭამ, რადგან შენ დამინგრიე მომავალი. არა, აი ესე ხდება, როდესაც ადამიანს ყველაფერი აქვს, აი ყველა ფეხქვეშ გეგება და შენ უბრალოდ ერთობი ამ ყველაფრით რა. აი უბრალოდ სოციოპათი ხარ, რომელიც ამ ყველაფრით ერთობა. ანუ ადამიანს არც პროტესტი აინტერესებდა, არც პატიმრები აინტერესებს, არც კაცები, არც ქალები, არაფერი აინტერესებს. უბრალოდ აი სულ უნდა რომ რაღაც წინააღმდეგ იყოს რა. თორე აი რა უჭერს ამ გოგოს? ანუ გოგო გამოდიოდა ივანიშვილს ხო აგინებდა, მთავრობას ხო აგინებდა, ყველას ხო აგინებდა, ყველას ხო ვითომ ხარს უჭერდა. მერე ნუ ცოტათი დავარ და მუხტი, ეგრევე მოხია დაიწყო ისო ვიდეოების გადაღება. მეგობრებო, დღეს ჩვენ unboxing-ი გვექნება. Full energy. ჩემი full energy. გამოიწერეთ, კი არა და იყიდეთ full energy, რადგან full energy-ს აქვს ბებიის კამპოტის გემო. იყიდეთ full energy. და აი ესეთ რაღაცეებს ჩითავენ, ბიჭო. ეს გოგოები, რომლებსაც არაფერი უჭირთ და ამას მიყვება ხალხი. აი ამას მიყვება ახალგაზრდა გოგოები, რომლებიც უწერენ, რომ თაკო სლეი, რა სლეი შვილო, თაკოს ყველაფერი მოწყობილი აქვს და მაგიტომ ანუ ცხოვრება მობეზრებული აქვს და მაგიტომ ერთობა რაღაცეებით, ხან პროტესტით გაერთობა, ხან კაცების შეზღებით გაერთობა და ასე შემდეგ. და თქვენ კიდე ვინც მიყვებით, თქვენ რჩებით ერთ ადგილას. იმიტომ რომ თქვენ მუშაობთ სადღაც საქართველოს ბანკში მოლარეთ 400 ლარად. და თქვენ თუ ესეთივე აზროვნებით ივლით, არც ერთი კაცი მართლა არ შემოგხედავთ და ცოტა დავაყენეთ. დაუკდით
და დააფასეთ ის, რასაც კაცები აკეთებენ ქალების გამო. იმიტომ რომ ამ გოგოსთან რო Instagram-ის მონაწერები გაახსნა და 1000 კაცი რო წერს რომ ჰეი ლამაზო გავიცნოთ ერთმანეთი, ჰეი ლამაზო iPhone-ს გაჩუქებ, გელიკს გაჩუქებ და რაღაცეები. კაცების Instagram-ი რო გაახსნა, აი ჩემი Instagram-ი რო გაახსნა, ხო? პოპულარული კაცი ვარ. ჩემი Instagram-ი როგორ გამოიყურება, იცი? მიშა, ჩემ ძმაკაც 14 წლის საბას დაბადების დღე აქვს, მიულოცე შენ შენა. მიშა, გუშინ მე და გურგენავ ქეიფობდით და შენ გახსენე და აი ხა ამოაჯვი გლდანში და ერთად უნდა ჩავარტყად ლუდი შენ ნაბრო შენ. აი ესე გამოიყურება ჩემი Instagram-ი, მეგობრებო. და გოგოების Instagram-ი, მით უმეტეს ლამაზი გოგოების Instagram-ი გამოიყურება აი მაშინ როცა PMS-ი მაქვს, ანუ ყოველ თვეში, აი მართლა მიუღებლობა მაქვს იმის, რომ კაცები არ გადიან იმ ყველა. ანუ ადამიანი ღიზიანდება PMS-ით, მოკლედ ვინც პატარა ასაკის ბავშვები მიყურებთ, რატომ მიყურებთ ბავშვები? აკრძალულია, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება არ იცით. PMS-ი ნიშნავს მოკლედ მენსტრუაციამდე პერიოდს, როცა ხვდები, რომ მენსტრუაცია გეწყება და მაგ დროს ხარ განსაკუთრებით გაღიზიანებული, რომ სისხლი წამოგივა. ჩემო საყვარლებო, მე იცით რითი ვარ გაღიზიანებული, რომ სისხლი წამომივა, აი მეტროში რო ჩავალ, როცა ვიღაცა ღვიძლში დანას გამიყრის და მეტყვის, რომ მიშა, შენ ჩემ დეიდაშულზე რა იღადავე? აი მაგითი ვარ მე გაღიზიანებული, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ამ ყველაფერს. და თქვენ ქალებს, როდესაც ყველა თავზე ხელს გისვამთ, ყველა ყვავილებს გიგზავნით, ყველა iPhone-ებს გიგზავნით, ჩემთვის iPhone-ი ვინმეს გამოგიგზავნიათ, ან ჩემთვის ყვავილები ვინმეს გამოგიგზავნიათ. იქნებ მეც მიყვარს ყვავილები. აი იქნებ მეც გამიხარდება, რომ ვიღაცამ 1001 ყვავილი, 1001 ვარდი მაჩუქოს. ვინმეს გიფიქრიათ? არა იასნია. იქნებ მეც გამიხარდება, რომ ვიღაცამ iPhone 16 Pro Max-ი მაჩუქოს. გიფიქრიათ, არ გიფიქრიათ. და აი თქვენზე ყველა ფიქრობს, ბიჭო, ჩუქნიან ამ ყველაფერს და კიდე PMS-ი რომ აქ კაცები მეზიზღებიან რა. ქალო, მე ის მეზიზღება რომ მეტროში რო ჩავალ, ვიღაცა დანას გამიყრის და აქედან წამომივა სისხლი. ვაგინა რომ მქონდეს და იქიდან რომ მომდიოდეს სისხლი ყოველ თვეში ერთხელ რეგულარულად რაღა მიჭირს. მე ღვიძლიდან წამომივა სისხლი ან ფილტვიდან, ან ყელიდან, როცა დანას ჩამარტყამს ვიღაცა. რადგან ეგონება რომ ძმა, შენ ჩემ დაიკოზე რა იხუმრე? ვახ. აი მე მაგისი მეშინია და კაცებს მაგისი გვეშინია. აი თაკოს მინდა მივმართო ქუჩაში რამდენჯერ გიჩხუბია თაკო? იმის გამო რომ კაცი ხარ. ვიღაცას მხარი გაუკრავ შენთვის ვარკეთილის მეტროსთან და უთქვამს რომ ვისკრავ მხარს ბიჭო ჩემი უთქვამს ვინმეს ესეთი რამე? ყოველ დღე კაცები გავდივართ სასიკვდილო, აი ინდიანა ჯოუნსები ვართ ეს დედამონული. ყოველ დღე რომ ვიღვიძებთ, ფიქრობთ რომ აბა ღმერთო, დღეს არის ის დღე, როდესაც მოვკვდები არაფრის გამო. Full energy მაძლევს ყოველ დღე ძალას რომ მე გავიღვიძო და ვიფიქრო რომ დღეს არის ის დღე, მომკლავენ თუ არა, მაგრამ full energy ვსვამ და ვაგრძელებ ცხოვრებას. მადლობა ვინც მიყურეთ, ფულები არ ჩამირიცხოთ, რადგან 1-5-6 დღე კიდე დაბლოკილი მექნება ბანკები, მაგრამ აღდგენა უკვე დავიწყე პასპორტის, ასე რომ სადღაც 5 დღეში უკვე ყველაფერი მექნება და მე შეძლებთ რომ ფულებით დამეხმაროთ და დორიტოსები მიყიდოთ, როგორც სხვა ადამიანები ეხმარებიან გაჭირვებულ ადამიანებს. მაღაზიაში რო შედიან კამერები და დორიტოსები უყიდოთ. თუ მიხვდით, მიხვდით.